მამუკა ტოროშელიძე მოხალისე, რომელიც გურიდან ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში. გამარჯობა. გამარჯობა. გადაცემაში მონაწილეობისთვის. გურის რა ნაწილში ხართ კონკრეტულად რო გვითხრათ? ოზურგეთში მყოფებით ჩვენ ჯგუფი მაქსიმალურად ვცდილობთ მიუდგომელ ადგილებში მივიდეთ და გადავამატოთ მდგომარეობა პლუს ავიტანოთ საკვების საშუალება, მედიკამენტები და თუ რაიმე დახმარება სჭირდებათ გაუწიოთ შესაბამისი პირველი დახმარება. კი ბატონო, როგორც ხედავთ, თოვლი აღარ არის, ხო შეწყდა გურიაში თოვლი, თუმცა რა ვითარებაა ახლა თქვენ გარშემო, რა ინფორმაცია გაქვთ იმ ადგილებიდან, სადაც განსაკუთრებით სჭირდებათ ახლა დახმარება? მოკლედ, რამდენიმე სოფელი არსებობს, სადაც მხოლოდ და მხოლოდ ადამიანთა ის რესურსია მინასწრელი, რომელიც იქ ცხოვრობს და სხვა არავინ. ამიტომაც ვცდილობთ მოვინახულოთ ის მხარე და ის სოფელი, სადაც არავინ არ არის ნამყოფი. თუმცა თოვა შეწყდა, შესაბამისად დნობაც დაწყებული არის და ამიტომაც უკვე გამარტივდა პროცესები. აქედან გამომდინარე აღარ საჭიროებს იმდენ მოხალისეს, რასაც ვითხოვდით აქამდე. შესაბამისად შესაძლებელია უკვე გადავინაცვლოთ იმერეთში, ვარკვევთ ჯერ რამდენიმე ლოკაციას კიდევ ვართ ერთმანეთთან კავშირში ადამიანები, მოხალისეები და ესე ვახორციელებთ პირველად დახმარებას. განსაკუთრებით რა სჭირდებათ ახლა მანდ ადგილობრივებს? ალბათ საკვები და მედიკამენტები არის პირველადი მოხმარების საგნები, რაც აუცილებლად საჭიროა, თუმცა თუ აქვთ კიდევ სხვა საჭიროებები, თუ შეგიძლიათ გითხრათ. თუ შემოყავთ მაგალითად ესეთ სოფელში გოგმაჩაურში, სადაც მოწყვეტილი იყო გარესამყაროს ადამიანი იყო ჩამოვარდნილი, დაზარალებული, შესაძლებელია ყოფილიყო ნეგრის მოტეხილობაც, გადაცემულია ყველა სამსახურს, იმიტომ რომ უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა ჩვენი მხრიდან მისი ჩამოყვანა ოზურგეთში, მაგრამ რაც შესაძლებელი იყო იმ დროისთვის გაკეთებული არის, არ იცოდა ოჯახის წევრებმა გაიგეს ჩვენით რო იტყვიან და დაწყებულია შესაბამისი მოქმედება, რაც სჭირდებათ მას. ნახოთ როგორც აი არ ვიცი ველოდებით მათგან კავშირს, იმიტომ რომ თვითონ და გამოვიდნენ, ჩვენ ვერ გავდივართ მათთან კავშირზე და ტელეფონი არ იჭერს, ამიტომაც ცოტა რთულია. მაგრამ ველოდებით თუ რაიმე საჭიროება იქნებოდა. დიახ, თუ არის ადგილები, სადაც ჯერ კიდევ მისვლა ვერ ხერხდება. მაგრამ კი არის ადგილებიდან არის ადგილები, მაგალითად აი მამათში არის ძალიან რთული მდგომარეობა, იმიტომ რომ ფიზიკურად შეუძლებელი იყო მისვლა, რამდენიმე ჯგუფი წასული იყო, არ იყო. ამიტომაც დღეს ახლა კიდევ ვარკვევთ რა მდგომარეობა არის სახლები ჩარჩენილი დიდთოლობაში ისეთი, რომელიც შესაძლებელია დაინგრეს და მოყვეს ვინმე. თუმცა ვნახოთ დღეს რა მდგომარეობა გვექნება გურიაში და ხვალიდან უკვე შესაძლებელია გადავინაცვლოთ იმერეთში. დაიხ ბოლოს კითხავთ, თუ გამოჩნდა მძიმე ტექნიკა იმ ადგილებში, სადაც განსაკუთრებით საჭიროა გაწმენდითი სამუშაოები თუ დაიწყო, ან სხვა რამე სახის სამუშაოები რეგიონში? ჩვენი ინფორმაციით ისეთ ადგილებში, სადაც აი რა საუბრობთ, არ ყოფილა და ვერ ხერხდება მისვლა მძიმე ტექნიკით, არ ვიცი რატომ, შესაბამის სამსახურებს უნდა ვკითხოთ, მაგრამ ჩვენ ვახერხებთ მიუვალ ადგილებში მისვლას, გვაქვს გადასაადგილებლად მოკლედ ხილამურები, რასაც შუზებს, რასაც ვეძახით, ამიტომაც მარტივდება ჩვენთვის ეს პროცესი, თუმცა სხვასაც შეუძლია და სახელმწიფომ მზად უნდა იყოს ამ ყველაფრისთვის. არ გინახავთ ეს მზაობა ჯერ? არა, სამწუხაროდ. თუმცა, ქალაქში ცდილობენ რაღაცებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და ამიტომ ერთიანობა უფრო საჭირო. სრულიად საქართველოს. მადლობა. ახლა ჩვენი მინდა ერთი დავამატო. ჩვენი ჯგუფი ახლა დაახლოებით შედგება 20-30 კაცისგან, მეტნაკლებად თქვათ, რამდენიმე მანქანით გავდივართ, ეს მაღალი გამავლობის მანქანები იქნება და აქვე ჩვენთან ერთად იმყოფება ზვია ცეცხლაძის თანამებრძოლი დაფიონის წევრი გურამ გონგაძე და აქედან უცხადებს სოლიდარობას, პოლიტპატიმრებს თითოეული ჩვენგანი, ივითხოვთ მათგან თავისუფლებას და ვეხმარებით სრულიად საქართველოს. ასე რომ ჩვენი ხალხი ვართ, ვინც რუსთაველზე ღამებსაც ვატენებთ და ვაკეთებთ თან საქმეს საქართველოსთვის. დიდი მადლობა შემოგიერთდებით ამ სოლიდარობის გამოცხადებაში და მადლობა თქვენ ამ ერთიანობაში მონაწილეობის გამო. მამუკა ტოროშელიძე მოხალისე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში და